დღეს ბევრს უჭირს წარმოიდგინოს, რომ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი წესებით ცნობილი ქვეყანა ოდესღაც სრულიად განსხვავებული რეალობით ცხოვრობდა. ირანში არც თუ ისე დიდი ხნის წინ ქალები თავისუფლად სწავლობდნენ, მუშაობდნენ, აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საკუთარ არჩევანს ხმამაღლა გამოხატავდნენ. თუმცა ეს რეალობა ფაქტობრივად ერთ დღეში საერთოდ შეიცვალა. 1979 წლის ისლამურმა რევოლუციამ ქვეყნის კურსი რადიკალურად შეცვალა და ის არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ მილიონობით ქალის ყოველდღიურობა შეეხო. მას შემდეგ ირანში ქალთა უფლებების ისტორია წინააღმდეგობის ქრონიკად იქცა. ხათუნა კაგნიძის რეპორტაჟი სწორედ ამ გზაზე მოგვითხრობს. ნახეთ ჰიჯაბში გაუჩინარებული ქალების ისტორია. დაუჯერებელია, მაგრამ ნახევარი საუკუნის წინ ირანი სწორედ ასეთი იყო. ფერადი, გახსნილი და თანამედროვე. ქალები მოკლე კაბებით და საცურაო კოსტიუმებით. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი შაჰის მოჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობა ავტოკრატიულად ითვლებოდა, იმ პერიოდის ირანი დასავლური განვითარების გზას მიჰყვებოდა. ქალები სწავლობდნენ, მუშაობდნენ, თავისუფლად ერთობოდნენ, ვიდრე ქვეყანა მკვეთრი უკუსვლის გზას არ დაადგა. 1979 წელი ირანის ისლამური რევოლუცია იწყება. შაჰი ქვეყნიდან გარბის. ირანში ხელისუფლებაში რელიგიური მმართველობა მოდის. აიათოლა რუჰოლა ხომეინის ხელისუფლება. ქვეყანა თეოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნება და დასავლეთისგან მკვეთრად დისტანცირდება. ქალთა უფლებები მკაცრად იზღუდება, ჰიჯაბის ტარება სავალდებულო ხდება, თმის გამოჩენა დასჯადი. ქალებს ეკრძალებათ მოკლე ან სხეულზე მომდგარი ტანსაცმლის ჩაცმა. ქუჩებში ჩნდება მორალის პოლიცია, რომლის ამოცანაა ისლამური ნორმების დაცვაზე კონტროლი. განქორწინების შემთხვევაში კაცს მეტი უფლება ენიჭება, ბავშვზე მეურვეობის ნაწილშიც კი. კანონი დაქორწინებულ ქალს მეუღლის თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვებასაც უზღუდავს. ქალები ვეღარც საფეხბურთო მატჩებს ესწრებიან. ასე ექცევა ქალის სხეული და არჩევანი კანონის ჩარჩოში. ისლამური რევოლუციის შემდეგ იმავე წლის 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღეს უფლება წართმეული ქალები მხუთავ კანონებს 100,000-იანი საპროტესტო მიტინგით პასუხობენ. ჩვენ ვიბრძვით თითოეული ბავშვის, თითოეული დედის თავისუფლებისთვის. უბრალოდ აქციები არაფერს მოიტანს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ბრძოლას აგრძელებენ, თუმცა დაუნდობელ პასუხებს იღებენ, აპატიმრებენ, აწამებენ. ასე გადის წლები. აიათოლა ხომეინს ალი ჰამენე იცვლის, თუმცა არაფერი იცვლება ქალებისთვის. ბრძოლით მხოლოდ ერთს, საფეხბურთო მატჩზე დასწრების უფლებას იბრუნებენ. ლურჯი გოგო ასე დაარქვეს ქალს, რომელმაც შეზღუდვის მოხსნამდე ცოტა ხნით ადრე სტადიონზე შესვლა სცადა. დააკავეს და პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სტადიონზე შეგვიშვეს, ბედნიერები ვართ. ძალიან სასიამოვნო გრძნობა, ენით ვერ აგიღწევთ. იბრძვიან სიცოცხლისთვის, არჩევანის უფლებისთვის. გზადაგზა თანამებრძოლებს უკლავენ, უპატიმრებენ, ასახიჩრებენ. ყოველი 8 მარტი ირანელი ქალების ბრძოლის მთავარი ტრიბუნა ხდება. რეჟიმის სიმბოლო ეს 25 წლის მარზია ებრაჰიმია. გოგონა, რომელსაც კვალი სახეზე დაატყვეს. ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის მას მჟავა შეასხეს. მსგავსი ტკივილი ბევრმა სხვა ქალმაც განიცადა. თქვეს, რომ ყველა ვინც კანონს დაარღვევს, ასე უნდა დაისაჯოს, მჟავა შეაცხან სახეში. ვინც ეს გააკეთა, მე მას ვპატიობ, თუმცა ალაჰი არ აპატიებს. 22 წლის მაჰსა ამინი, დიქტატურის კიდევ ერთი მსხვერპლი. მას ჰიჯაბის არასწორი, ზედმეტად მოშვებული ტარების გამო აკავებენ და სასტიკად სცემენ. მიღებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 2022 წელს მაჰსას სიკვდილმა მსოფლიო შეძრა. ირანელმა ქალებმა შიშს ყველაზე ხმამაღალი უარი მაშინ უთხრეს. ქუჩაში ჰიჯაბები დაწვეს. თმა საჯაროდ მოიჭრეს. დიქტატორს სიკვდილი საჯაროდ უსურვეს.
ეს იმ ქალის ფოტოა, რომელიც მოკლეს. მას პირდაპირ თავში ესროლეს. აი ესეც მოკლეს. მახსო მოკლეს. მის შემდეგ მოკლეს ჰანონე. შემდეგ კიდე ერთი მახსო. ის სულ რაღაც 21 წლის იყო. მათ ბევრი მოუკლავთ. ისლამური რესპუბლიკისთვის ჰიჯაბი არის იარაღი, რომ აკონტროლონ ქალები. ქალების გავლით კი აკონტროლონ მთელი საზოგადოება. თეოკრატიულ ირანში დანთებული პროტესტის ცეცხლი მსოფლიოს მოედო. ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება, ლოზუნგმა ყველა ქვეყნის ქალები გააერთიანა. ირანელი ქალები უნდა იყვნენ თავისუფლები, როდესაც ისინი გათავისუფლდებიან, მთელი საზოგადოება გათავისუფლდება. მაჰსას სიკვდილის შემდეგ კიდევ ბევრი ქალი მოკლეს. დღეს დიქტატორი ლიკვიდირებულია. ისევ 8 მარტია, ფერადი ყვავილების, ბედნიერი სახეების დღე. ირანელმა ქალებმა ისტორია საკუთარი სისხლით უკვე დაწერეს. ახლა ცეცხლში გახვეულ ირანში იმ ნაპერწკალს ელოდებიან, რომელიც თავისუფლებას დაუბრუნებთ.